დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი საჯარო გაშლით. ჩემო ძვირფასებო, აი ის ადამიანები, ვინც ახლა უცხოეთთან ხართ ურთიერთობაში, თუ არ ხართ, დისტანციური ურთიერთობა არის თუ არა, აი უცხოეთთან დაკავშირებული უცხოელი ადამიანი, მანდილოსანი მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა, აი უცხოეთთან დაკავშირებული ურთიერთობა მანძილზე. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ეხლა გავარკვიოთ თუ რა ხდება თქვენთან, ჩემო ძვირფასებო. ძალას გრძნობთ, მეგობრებო, სიძლიერეს გრძნობთ. აი მე რა გავაკეთო, ადამიანიდან, თქვენი პარტნიორიდან, მოდი ასე ვიტყვი, არ დავასათაურებ ეხლა მამაკაცია თუ ქალბატონი, აი ძალას გრძნობთ რაღაც ამ ადამიანის და გრძნობთ იმას, რომ ეს ადამიანი თითქოს თქვენს საკუთრებად მიგიჩნევთ. აი ძალიან გაუბედურებული გრძნობთ თავს, თუმცა ეს ადამიანი თქვენგან ნამდვილად მანძილით შორს არის თქვენგან წასულია. კიდევ რა ხდება, გინდათ სამართლიანობის აღდგენა და თითქოს და ამ ადამიანიდან აი რაღაცას ელოდებით შეტყობინებას და მხოლოდ ელოდებით სხვას არაფერს აკეთებთ და უკან არიხებთ იმისთვის, რომ აი არაფერი გააკეთოთ და თქვენ მიიღოთ მისგან შეტყობინება და ეს იქნება თქვენი წარმატების მომტანი. კი, თუმცა ხართ თითქოს მაპატიეთ ამ სიტყვისთვის სულელის არკანში ამომიხვედით. ანუ რაღაც მოულოდნელად თქვენ და გასაკვირად ამ ადამიანმა თითქოს სულელის როლი მოგარგოთ, მაპატიეთ ისევ ჩემო ძვირფასებო ამ გამოთქმისთვის. ეს ადამიანი იმყოფება ორიანებთან კავშირში, ორი ტელეფონი, ორი პარტნიორი, ორი სამსახური, ორი სახლი, ორი მანქანა და ასე შემდეგ. ორი შვილი შეიძლება ყავდეს ამ ადამიანს და ეხლა ბრძოლობთ თქვენი თავის გადარჩენისთვის, თუმცა ეს ადამიანი ამოვიდა ასაკით სხვაობაც კიდევ, თუ კი ეს ემთხვევა თქვენს პოზიციას, ჩემო ძვირფასებო და მოკლედ რაღაც დაგვიანებებზე საუბრობს თქვენი პარტნიორი და ეს ყველაფერი იყო მისგან რატომღაც ზედაპირული საქციელები, ასე რომ თუ კი ემთხვევა აი დახასიათება თქვენი პარტნიორის საქციელებს, ჩემო ძვირფასებო გავაგრძელოთ ყურება. ურთიერთობა დისტანციაზე და უცხოეთთან დაკავშირებული. თუ კი თქვენ გააქვთ უცხოეთთან კავშირი, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა თქვენ ხართ თუ თქვენი პარტნიორია უცხოელი, მაინც უყურეთ, ჩემო ძვირფასებო, ეს გაშლა არის თქვენი, ასე რომ დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და დავიწყოთ ეხლა თქვენი ურთიერთობა დისტანციაზე. ძალიან ამ ადამიანმა უკან არაფრისთვის დაიხია, რომ ეხლა რა სიტუაციაც გააქვთ, ამ სიტუაციაში აღმოჩნდით, რთულ სიტუაციაში, ჩემო ძვირფასებო, წავიდა თქვენგან წასულია ეს ადამიანი. სულელივით მოიქცა, აი და ეხლა გააქვთ უძილობა და ეჭვიანობთ ამ ადამიანზე, ჩემო ძვირფასებო, ეჭვიანობთ. თქვენ გააქვთ მიჯაჭულობა ამ ადამიანთან, ამ ადამიანმა ყველაფერი დაგაკარგვინათ და თავიც დაგაკარგვინათ, რომ იტყვიან, ამ ადამიანის არსებობას თქვენ ცხოვრებაში არ ასაჯაროებთ და არც თვითონ ასაჯაროებს, ჩემო ძვირფასებო. ეს იყო რაღაც ცუდი დასაწყისი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანია მანიპულატორი ადამიანი არის ოქროს ხელება, რასაც მოინდომებს ყველაფერს აღწევს და თავისი მანიპულაციებით, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, ეხლა ხართ ძალიან გულჩაკეტილი და სულჩაკეტილები, ბრძოლობთ საკუთარი თავის გადარჩენისთვის. ძალიან ცუდად ხართ, აი საკუთარ თავს ესაუბრებით, რომ როგორ გადავდგე ეს წინ დაუხედავი ნაბიჯი და როგორ არ გავთვალეო, ძალიან დიდ სინანულში ხართ, ძალიან ნანობთ იმ გავლილ დროს, სადაც ბავშვივით საქციელები გქონდა და თავისუფლად გრძნობდით თავს და ეხლა გაქვთ მიჯაჭულობა ამ ადამიანზე და ეს არის არასასურველი, არაჯანსაღი ურთიერთობა, თუმცა გამარჯვებული გამოდიხართ ამ ყველაფრიდან, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენს ოცნებებზე გადაერთეთ, იმიტომ რომ უკან არაფერზე არ იხებთ და რწმენას არ კარგავთ იმის, რომ გამოდიხართ, გამოხვალთ ამ, აი ნახეთ როგორ ხართ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ცუდად ხართ და ელოდებით მისგან ნაბიჯებს. ძალიანაც კარგი, რომ ელოდებით მისგან ნაბიჯებს და თქვენ ნაბიჯს არ დგამთ, ჩემო ძვირფასებო. მოდით კიდევ რას გვეტყვის კარტი, კიდევ რას გვეტყვის.
თქვენი ურთიერთობა დისტანციაზე. მე მინდა ეხლა ვკითხო ჩემს დასტას. აი, როდესაც გამოვა კონტაქტზე, აი ამ კარტით. როდესაც გამოვა კონტაქტზე, რას გეტყვით? იმას გეტყვით, რომ არჩევანი მქონდა გასაკეთებელი და მინდა შენსკენ გავაკეთო, თუმცა ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში ეს ადამიანი მაინც ვერ აკეთებს არჩევანს, იმიტომ რომ აქ არის მესამე პიროვნება, სადაც არის ურთიერთობაში ჩემო ძვირფასებო, მაგრამ იქ ურთიერთობა არა აქვს, ეს არის ტყუილი, ეს არის უკვე შეიძლება იმყოფებოდეს განქორწინებაშიც, არ გამოვრიცხავდა ამ ადამიანს აქ გადაწყვეტილება მისაღები, თუმცა გეტყვით იმას, რომ იქ უკვე დასასრულია და იქ არაფერი აღარ არის უკვე. მე ვფიქრობ, რომ ბევრ თქვენთაგანთან ეს ადამიანი გადმოდგამს ნაბიჯს, იმიტომ და მოგწერთ იმას, რომ თქვენთან ბედი უნდა, თქვენთან ცხოვრება უნდა, თქვენთან ყველაფერი სიკეთე უნდა და აი კიდევ მისი ნაბიჯების. იქ დასასრული აქვს თქვენს პარტნიორს, ჩემო ძვირფასებო. თქვენს პარტნიორს, ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხლა, იქ სადაც იმყოფება ქორწინებაში, იქ აქვს დასასრული. ბევრთან შეიძლება უკვე სრულდებოდეს წუთი წუთზე, ჩემო ძვირფასებო. ამ ადამიანს უნდა ურთიერთობაში შრომა, უნდა რომ იბრძოლოს ურთიერთობისთვის, უნდა რომ იზრუნოს ურთიერთობისთვის და ყველაფერზე წერტილი დასვას. ანუ გადაწყვიტოთ ის, რომ როგორ რას გააკეთებთ ურთიერთობაში და ვინ როგორ იზრუნებს და იფიქრებს ამ ურთიერთობის გადასარჩენად. კერძოდ თვითონ, თქვენი პარტნიორი. მოვა სიყვარულით, მოვა თასებით. გამოვა ამ სირთულეებიდან და უბედური ცხოვრებიდან, იქ არაფერი არ აქვს, მეგობრებო, იქ ყველაფერი დასრულებულია. ეს იყო თაღლითობა, ეს იყო რაღაც მოგონილი და დადგმული სცენა, სადაც იყო ბევრი ტყუილები, იქ არაფერი არ აქვს, იქ აქ მხოლოდ რაღაც საუბარი, შეიძლება გქონდეთ ბიზნესი, ან შეიძლება გქონდეთ რაღაც საერთო გასაყოფი საქმიანობა, ოჯახი, შვილები და მსგავსი რაღაცა. სხვა სიყვარული იქ არა აქვს, იქ ოჯახი აღარ არის, მეგობრებო. შეიძლება ცხოვრობდნენ ერთჯერ ქვეშ, ამჯერად, მაგრამ იქ არაფერი არაა. ეს ადამიანი თქვენ გამო იქ კამათობს. შეიძლება დედასთან კამათობდეს, დედა იყოს და შეიძლება თავის პარტნიორთან კამათობდეს. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენ გამო იქ კამათობენ. თუ იციან თქვენი სახელი და სახელდობრ ვინ ხართ, თქვენს გამო კამათობენ. თუ არა არიციან, მაინც კამათობენ, მეგობრებო. იციან რომ ვიღაც არსებობს თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში. ამ ადამიანს უნდა ზრდა, უნდა გამოიცვალოს ყველაფერი, ცხოვრება გამოიცვალოს, უნდა რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. ამ ეტაპზე არის ძალიან გაყინული და დაპაუზებული, გაჩერებული, დაკავებული, ვინ სადაა, ბევრი შეიძლება ციხის პოზიციაშიც იყოს, რაღაც გამოუვალ სიტუაციაში იყოს, გაუბედურებული, მარტო არის, მეგობრებო. იქ არის არ შემდგარი ურთიერთობა, სადაც არაფერი პერსპექტივა არ აქვს. მოდი ახლა კიდევ ვკითხოთ 1-2 კარტი, კიდევ რას გვეტყვის თქვენთან დაკავშირებით. აჰა, ტრანსფორმაცია, მეგობრებო, თქვენს ურთიერთობაში არის ახლა ტრანსფორმაცია, ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში და არ შეაწუხოთ. დაელოდეთ მის გამოჩენას. არაფერი არ გააკეთოთ. მოდი ახლა მოვიქცეთ. აი ვკითხოთ კარტს უკაცრავად, აი თქვენ რას გირჩევთ კარტი? თქვენ რას გირჩევთ კარტი? სამყარო თქვენს გვერდითაა, ჩემო ძვირფასებო. თქვენ იზრუნეთ თქვენს წარმატებაზე, თქვენს ფინანსებზე, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს თქვენ უნდა იყოთ პასუხისმგებელი საკუთარი ცხოვრების, საკუთარი ბედის და ბედი თავისით, სამყარო თავისით შემოაბრუნებს ამ ყველაფერს სასიკეთოდ. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ კიდევ როგორ უნდა მოიქცეთ? არაფერი არ უნდა გააკეთოთ, მეგობრებო. თქვენ ეხლა კი ხართ გაურკვევლობაში და არ იცით რა ხდება და ხართ ძალიან მოტყუებული და გრძნობთ თავს მოტყუებული და ხმლების პოზიციაში ხართ, უკვე ყველაფერს ამ ხმლებით ჭრით, დაპაუზებული გაქვთ მთელი ცხოვრება რო იტყვიან, მაგრამ მაინც ამ ადამიანზე ფიქრობთ, თუმცა ეს ადამიანი თქვენსკენ იხედება, ნახეთ, აი ნახეთ. ნახეთ, ეს ადამიანი თქვენსკენ იხედება და ეს ადამიანი თქვენთან მოვა შრომით და გულწრფელობით. აუცილებლად დაელოდეთ, მეგობრებო. აბატონო, თქვენი ადამიანი, ჩაფიქრებული ადამიანი, ეს არის ორიანებთან კავშირში, კიდე ელოდეთ ამ ადამიანს 2 საათში, 2 დღეში, 2 კვირაში, მაქსიმუმ 2 თვეში, 2 ბადაში, ჩემო მეგობრებო. ასე რომ ამ ყველაფერს გულით გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში.